ეთერში კურიერის 9 საათზე ზაუდუმა შულთან და დიანა ჯოჯოასთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. პერსონა ნონ გრატა საქართველოში რჩება გენერალი ჩაბანი, ისევ სამშვიდობოთა სარდალია. პლებისციტი ნატოს შესახებ რაც გადაწყვეტ საქართველოს მოსახლეობა. საქართველოსთან გაძევებული გენერალი მანდატს იხანგრძლივებს ასტანაში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სერგეი ჩაბანი დროებით თავის ფუნქციებს შეასრულებს. ეს მანამ სანამ სხვა კანდიდატურა არ შეირჩევა, თუმცა თბილისი რუსი გენერლის არც დროებით დაბრუნებას ეთანხმება. მით უმეტეს რომ დსთ-ს თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილება სამართლებრივი ძალა არ აქვს სამშვიდობო ძალების სარდალს მხოლოდ თანამეგობრობის მეთაურთა საბჭო ამტკიცებს რუსი გენერლისთვის უფლებამოსილების გაგრძელებას თბილისში სხვა მიზეზით ხსნიან კონფლიქტის ზონაში კვლავ პროვოკაციებს ნათია გოგსაძე განაგრძობს თემას. სერგეი ჩაბანი იმის მიუხედავად რომ საქართველოსთან გააძევეს დღემდე რჩებოდა აფხაზეთში, ის სწორედ სოხუმში ელოდებოდა თავისი მფარველების გადაწყვეტილებას. საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ სერგეი ჩაბანს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. გადაწყვეტილება დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ასტანაში მიიღო. Мы ему продлили мандат с учетом того, что в ближайшее время будем подыскивать новую кандидатуру. Вы знаете, Грузия высказала свое мнение по поводу него. Будем согласовывать. Пока что ему мандат продлен. მოსკოვი თავის გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს. იქედან გამომდინარე, რომ სამშვიდობო ძალების სარდლები კონფლიქტურ რეგიონებში ხშირად ხდებიან критикის ობიექტი. Все политические проблемы, проблемы урегулирования, проблемы решения этого вопроса, это не к ним. Это к грузинскому руководству, к абхазскому руководству, к российскому руководству, к американскому руководству, ко всем тем, кто задействован в политическом урегулировании конфликта. Ничего здесь страшного нет, ничего здесь трагического нет, я считаю, да. И нет Чабана, придет другой какой-то на его должность. Но Чабан вот именно сейчас в той обстановке, это и политические моменты в Грузии, это выборы президента, и та нестабильная ситуация в Грузии, потому что возможны любые провокации с любых сторон. Так. Я считаю, что именно генерал Чабан вполне достойно может руководить и вполне профессионально может руководить группировкой миротворческих сил. Сергей Чабани персона non grata საქართველოს პრეზიდენტმა ერთი თვის წინ გამოაცხადა განმუხურის ცნობილი ინციდენტის შემდეგ. Передайте вашему генералу, господину Чабану, что объявляю его нежелательной персоной в Грузии. В ближайшие дни он пусть покинет территорию Грузии. Я вам сообщаю, что Сухуми это такая же Грузия, как Ганмухури, как Зугдиди, как Тбилиси. Чабанისთვის უფლებამოსილების გაგრძელებას პირველი კომენტარები მალევე მოხდა. გადაწყვეტილების იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ ჩაბანი უნდა შეიცვალოს და უნდა მოიძებნოს ახალი კანდიდატურა, ბუნებრივია, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილების მეორე ნაწილს, რომ ახალი კანდიდატურის მოძებნა ჩაბანი შეასრულებს მოვალეობას, ჩვენ ვერ დავითანხმებით. ბატონი ჩაბანის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არის უკანონო. ვერ უხამძღვანელებს ეს პიროვნება 5 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ მე დღეს უკვე მივეცი განმარტება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის რაც დღეს გაჟღერდა, ამას სამართალთან არ კავშირი არ აქვს. ჩაბანთან მიმართებაში ერთსულოვანია ოპოზიცია. რუსეთის შეგნებულ პროვოკაციაზე მიდის. ეს ჩვენი რიგარის საპრეზიდენტო არჩევნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მიმართული აქცია. ის რომ ცალმხრივად გაუგრძელდეს სამშვიდობოების მანდატი, რა თქმა უნდა, ეს ყოველგვარ ნორმებს ცილდება. ჩემთვის ნაკლებად საყურადღებოა ჩაბანი იქნება პეტროვი თუ ივანოვი. აქ სხვა პრობლემა დგას საქართველოს წინაშე ზოგადად სამშვიდობო ძალებთან მიმართებაში. სერგეი ჩაბანი მართალია დარჩა, მაგრამ დროებით. რუსეთი ახალ კანდიდატურას ეძებს, რომელიც დსთ-ს მეთაურთა საბჭოზე უნდა დამტკიცდეს. როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოღონდ დსთ-ს სამინისტროების საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას და შემდეგ ამას უკვე ამტკიცებს მეთაურთა საბჭოზე მტკიცდება, იღება გადაწყვეტილება. ქვეყნის საგარეო უწყება დსთ-დან ჩაბანისთვის ვადის გაგრძელების ოფიციალურ დადასტურებას ელის. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით აი ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდი გავლენა უნდა მოახდინოს სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას და არა მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს, არამედ ოფიციალურ დასტურსაც მას შემდეგ, რაც საგარეო უწყება უკვე მიიღებს დადასტურებას და ოფიციალურ ცნობას სერგეი ჩაბანისთვის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ, სწორედ ამის შემდეგ საგარეო უწყება მოსკოვში შესაბამის ნოტას გააგზავნის. პირდაპირ ეთერში ნათია გოგსაძე საუბრობდა, მადლობთ ნათია.
წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული კონტროლი კონფლიქტურ რეგიონებზე დაწესდება, რადგან ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ გამოწვევების რისკი 5 იანვრამდე გაიზარდოს. საქართველოს უშიშროების საბჭო კი ყოველ კვირას შეიკრიბება პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა და უშიშროების საბჭოს ახალმომდინარემა დღეს პირველი სხდომა გამართეს. საბჭოს წევრები შეიმუშავებენ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების გეგმებს. დღევანდელ სხდომაზე შესაძლო რისკ ფაქტორებზეც ისაუბრეს და განიხილეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და არჩევნების სტაბილურად ჩატარების მექანიზმი. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა საარჩევნო ცხოვრების რეჟიმზეა გადასული, ჩვენ უზრუნველყოთ ის, რომ მოსახლეობას არანაირად ესე ვთქვათ, თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე არ შეეხოს და არ აისახოს მოსახლეობის ცხოვრების რიტმზე. საუბარი იყო გამოწვევებზე, უფრო მეტიც მეკითხარი შესაძლო გამოწვევებზე. ამას ქვია რისკ მენეჯმენტი, ამას ქვია რისკების ანალიზი, რისკი თავისთავად სხვა არაფერია თუ არა გარკვეული ალბათობა შესაძლებელი სცენარისა, როგორი პატარაც კი არ უნდა იყოს ის და ამის განხილვა მეც ნორმალური ანალიტიკური მუშაობა, მეტი არაფერი. საფრთხებრივ გამოწვევებზე ისაუბრა პრემიერმა, ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის კონტროლი და არჩევნების უზრუნველყოფა მაქსიმალურად დემოკრატიული და სამართლიანი გამჭვირვალე მაქსიმალური საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ. წინასაარჩევნო მარათონი გახსნილია და პრეზიდენტობის მსურველებიც დროს არ კარგავენ. ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატი უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა დღეს ლევან გაჩეჩილაძე ოფიციალურად წარადგინეს. პრეზენტაცია თაწმინდის პანთეონში მოხდა. გაჩეჩილაძე ბრძოლისთვის მზად არის და ტელედებატებში თავის კონკურენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდება. მანამდე კი წინასაარჩევნო დაპირებები პანთეონიდან ისმის. ლევან გაჩეჩილაძემ თაწმინდის პანთეონში შეკრებილ ოპოზიციას ყველაზე გვიან შეუერთდა. ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ სწორედ ეს ადგილი აირჩია პრეზიდენტობის კანდიდატის წარსადგენად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფესვები და ჩვენი ფესვები აქ არის. ამ ადგილას არის და ეს არის ერთგვარი ფიცის დადება შეიძლება პირობის მიცემა, რომ ჩვენ არასოდეს არ გადაუხვევთ იმ იდეალებს, რომელიც საფუძვლად ედო ქართველი ერის განვითარებას. ნათქვამი სიტყვა შეიძლება იყოს უფრო სერიოზული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას. მე მაგალითად ნამდვილად მგონია, რომ აქ და ამ გარემოში ჩვენ წინაპრებთან გაცხადება უკეთესია, ვიდრე ძალად მოყვანილი ხალხით გავსებულ რომელიმე დარბაზში. ისევე როგორც ცესკოში მთაწმინდაზეც ლევან გაჩეჩილაძის ოფიციალური წარდგენა პარტია თავისუფლების ლიდერმა კოკო გამსახურდია მითავა. ჩვენს წინაშე დგება არჩევანი და ამ არჩევანში არ უნდა შევცდეთ. ახლა კი მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ კაცი, რომელიც შეასრულებს დანაპირებს, კაცი, რომელიც არის წესიერი და პროფესიონალი, კაცი, რომელსაც ვენდობით და მოგიწოდებთ ენდოთ თქვენც. ესაა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონი ლევან გაჩეჩილაძე. გმადლობთ. სიტყვას, რომელიც 53 წლის მანძილზე არასოდეს გამიტეხია, არც ახლა და არც არასდროს არ გავტეხ. მე ვიქნები ხელისუფალი, რომელიც იქნება ხალხისაგან დაქირავებული და ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე. ღონისძიება სულ 9 საათს გაგრძელდა. ოპოზიციურ სპექტრს გვერდ საზოგადოების ცნობილი სახეებიც უმშვენებდნენ. ეს ჩემი ძმა კაცი და ნათესავი. მეგრელები. შინიცი რა დღეში ვიყავით შენს გამო. არჩევანის უფლება ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში ჯერჯერობით მე მგონი და ეს უფლება ჩემს არავის არ წაურთმევია, რომ ხარი დაუჭირო იმ კანდიდატს, რომელიც ჩემთვის მისაღები და ჩემთვის სასურველია. არის გამორიცხული სხვა ოპოზიციური ძალების ასე თქვა წარდგენაზე დავესწრო, იმიტომ რომ მართლა როგორც ამომრჩეველი მაინტერესებს, ვინაც შესთავაზებს ამ მომენტს ხალხს და მე 5 იანვარს მე ჩემს ხმას აუცილებლად დავაფიქსირებ შეჯამების ყველაფერს ერთად. პოლიტიკურთან ერთად დღეს ერთიანი ეროვნული საბჭო საკუთარ მედია გეგმებზეც საუბრობდა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერი ფორმატით, ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმაც, მხოლოდ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც უპირისპირდება ქართველი ხალხი ამ არჩევნებში. და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ერთიანი ეროვნული საბჭო საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენას ოფიციალურად 1 დეკემბერს გეგმავს.
დაპირებებს დღეს მემარჯვენეების კანდიდატიც იძლეოდა 100 ლარიანი სტიპენდიები სტუდენტებისთვის და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ექიმებისთვის, თუმცა დღევანდელი შეხვედრების შემდეგ შეაძლოა მემარჯვენეებმა მოსახლეობის შენიშვნების გაითვალისწინონ და საპრეზიდენტო პროგრამაში კორექტივები შეიტანონ. პროფესიით ექიმმა საკუთარი გეგმების გაცნობა სტუდენტებთან დაიწყო და ყოფილ კოლეგებთან საუბრით დაასრულა. ეს არის ყველაზე ალბათ დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ხატი და 5000 წარჩინებულისთვის 100 ლარიანი სტიპენდია და განათლების 100%-იანი დაფინანსება დამატებით 3000 სტუდენტისთვის. ასეთია პრეზიდენტობის კანდიდატის წინა საარჩევნო დაპირება ახალგაზრდებისათვის. დავით გამყრელიძის კიდევ ერთი პრიორიტეტი პედაგოგების ხელფასების გაზრდაა. მე მინდა რომ ჩვენ ძალიან განათლებული თაობები ავზარდოთ. იმიტომ რომ განათლება ეს არის გარანტია სიძლიერის. არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ერთადერთი კრიტერიუმი უმაღლესი მოწყობისთვის, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდები. საქართველოში ფუნქცია დაკარგა სკოლამ. აქ არის ბევრი რამ, რაც ახალგაზრდობას ეხება, იმიტომ რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია განათლების სფერო და აქ ახალგაზრდების ინტერესი გამორჩეულია. ეს ახალგაზრდები არიან მომავალი დედები, მომავალი მამები. ყველაზე მეტი შეკითხვა განათლების სისტემაზე დაისვა. გამყრელიძის განცხადებით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რეფორმები სკოლიდან დაიწყება. გაუქმდება რეპეტიტორების ინსტიტუტი. მკვნეული პირველ რიგში ჩემთვის არის ის, რომ ბევრი ჩემი მეგობარი იგივე, ვინც ვერ ჩააბარა ეს ეროვნული გამოცდები და ვინც არის ძალიან ნიჭიერი, რაღაც თუნდაც იგივე უნარჩვევების გამო არის ძალიან საშინელება, ანუ ეს რა არ უნდა შემოვიფარგლოთ ესე ძალიან ვიწრო უნარჩვევები და მხოლოდ ეროვნული გამოცდებით უმაღლესი მოსახვედრად, ასევე დაფინანსების საკითხი, რომ ყველას არ ეძლევა საშუალება, ზოგმა შეიძლება ჩააბაროს, მაგრამ დაფინანსების გულით ვეღარ გააგრძელოს სწავლა. როგორც დავით გამყრელიძე შეგვფირდა და ჩვენ გვჯერა მისი, რომ ყველა ახალგაზრდას ექნება საშუალება თავის რეალიზება მოახდინოს საქართველოში, რაც დღეს ფაქტიურად არ ხდება. სტუდენტების შემდეგ დათო გამყრელიძე ყოფილ კოლეგებს შეხვდა. აქ მთავარი მესიჯი ამ სფეროში უმუშევრობის შემცირება და სამედიცინო მომსახურების ყველასთვის ხელმისაწვდომობა იყო. პირველ რიგში პირდები იმას, რომ დაუბრუნებ მე იმ ავტორიტეტს ექიმებს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. ექიმი ყველაზე დაფასებული ადამიანი იყო. მე როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, ჩემთვის ექიმი იყო ყველაზე უფრო ღირსეული წარმომადგენელი სხვადასხვა პროფესიებს შორის. ერთადერთი რეფორმა სწორედ ჩვენ მივიღეთ გოსპიტალური რეფორმის სახით, როდესაც მიმდინარეობდა გასხვისება არსებული სამოწყობოების და შემდეგ უნდა მივიღოთ რაღაც პერიოდის შემდეგ ახალი სამოწყობოები. ჩვენი ხედვით ეს არ წყვეტს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია, მას სჭირდება პარალელურად სხვა ინდუსტრიის, სადაზოო ინდუსტრიის განვითარება. დავით გამყრელიძე რიგით მეორე პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელსაც ექიმები შეხვდნენ. გამყრელიძემ და სამედიცინო პერსონალს გია მაისაშვილიც სტუმრობდა. ისინი პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსაც ელიან. პროგრამა რაჩვეულებრივია, დიდი სიხარულით და სიამით მოვისმინე, მინდა სიმართლე გითხრათ და საკმაოდ კარგად ავართ განწყობილი, როგორც სამედიცინო პერსონალი. საკმაოდ სერიოზულად მოусმინეთ, ალბათ სხვა პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამასაც მოვისმენ, მაგრამ როგორც ექიმმა, დათო გამყრელიძე თვითონაც არის ექიმი და მას უკეთესად ესმის ჩვენი პრობლემები. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ახალი მემარჯვენეები საპრეზიდენტო პროგრამის კორექტირებას აპირებენ. ერთიან მეროვნულმა საბჭომ და ახალ მემარჯვენეებმა უკვე პრემიერობის კანდიდატებიც დაასახელეს. დღეს კურიერის შეკითხვებს სწორედ ირაკლი და სალომე ზურაბიშვილი უპასუხებენ. მოგესალმებით. საამშვიდობისა. ქალბატონო სალომე, პირველი შეკითხვა თქვენთან, თქვენ რამდენიმე საათის წინ ჩამოვბრძანდით პარიზიდან, ევროპული ტურნე გქონდათ, ალბათ ეს შეხვედრები გარკვეულწილად წინა საარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა. რა შედეგით ბრუნდებით თბილისში? ყოველთვის შედეგებზე კი არ უნდა ვიფიქროთ. ტურნეს ქონდა თავისი მიზანი, რომელიც არ იყო რაღაცა შედეგით ჩამოსვლა საქართველოში, არამედ უფრო რომ აგვეხსნა უცხოეთისთვის ის, რაც მოხდა საქართველოში. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები არიან გაოგნებულები იმის მერე, რაც მოხდა საქართველოში. მათთვის უცებ დაიხა ის ფარდა რაღაც ვარდისფერით შემოცული, რომელიც იყო საქართველოს დემოკრატიულობის ფარდა და დაინახეს რაღაცა მათთვის სრულიად გაუგებარი სურათი ქვეყნის, რომელიც გავს რუსეთს, პუტინის რუსეთს, მაგრამ თლათ პუტინის რუსეთიც არ არის
საითკენ მიდის ეს ქვეყანა მათთვის გაუგებარი არის და რა მოხდება ამ ახლო მომავალში და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამ პერიოდში სწორედ ჩავსულიყავი და იმ ხალხთან რომელთანაც მე დიდი ხანია კონტაქტი მაქვს და მიცნობენ და მენდობიან მათთვის ამეხსნა რა მოხდა რატომ მოხდა და რა შეიძლება მოხდეს. რა მოხდა, მე მგონი ყველა სახეზე გვაქვს და ის რაც მოხდა 7 ნოემბერს მე იმათ აუხსენი რომ ის მოხდა რაც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, ესე იგი პირველად ქართველმა ხელისუფალმა ხელი აწია თავის ხალხზე და ამიტომ არის ეს ასეთი ტრავმა და ამიტომ არ დაივიწყებს ქართველი ხალხი. ეს აუხსენი რომ ეს ყველაფერი მოხდა, იმიტომ დიდი ხანია და ალბათ გადამტეხი მომენტი იყო ადგილობრივი არჩევნები, როცა ამ ხელისუფლებამ უარი თქვა ნებისმიერ ძალაუფლების განაწილებაზე, ნორმალურ განაწილებაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო სწორედ ადგილობრივი არჩევნებიდან. და მაშინ გადავიდა სულ სხვა მიმართულებაზე და იმის მერე უკვე უკურსვლა აღარ იქნებოდა. და ესეც მე მგონი დემოკრატებისთვის, ევროპელებისთვის ძალიან მარტივი გასაგები არის, რომ ძალაუფლება, რომელსაც არ აქვს არავითარი დამაბალანსებელი, ის ძალაუფლება მიდის სულ სხვა გზით და ეს არის ის, რაც დაემართა სამწუხაროდ საქართველოს. ამაზე შეკავება შეიძლებოდა, მაგრამ ვერ შევიკავეთ თავი. ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით თუ შეიძლება ერთი შეკითხვა გვაქვს ბატონი ირაკლისთან. ბატონო ირაკლი, თქვენ თუ მართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს და რა სახის კონსულტაციები ეს? საღამოშტობის მივესალმე მიხაილ ბატონ სალომეს. ჩვენ 2 დღის წინ გამოშვით პირველად ჩვენ სერიოზულად მუშაობდით წინა საარჩევნო პროგრამაზე, ბატონ დავით გამყრელიძის საპრეზიდენტო პროგრამაზე. პირველად ჩვენ გამოშვით ქართული აკადემიის წინაშე საკმაოდ მრავალხნიანი, რამოდენიმე საათიანი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა. ვაგრძელებთ ამ კურსს დღესაც, ხვალაც დაგეგმილი გვაქვს სერიოზული შეხვედრები და საერთოდ გვინდა დავამკვიდროთ ესეთი წესი საქართველოში, რომ ბოლოს და ბოლოს გადავიდეთ სწორედ პროგრამებით მსჯელობაზე, გადავიდეთ იმაზე, რომ ამრჩეველმა იცოდეს ვის უნდა მიცეს ხმა და ხშირ შემთხვევაში რაც ადრე ხდებოდა დამკვიდრებული ტრადიცია იყო საქართველოში, როდესაც ყურით მოსმენილის გამო ირჩევდნენ თავის სასურველ კანდიდატებს, დღეს გვინდა დავამკვიდროთ ის ტრადიცია, რომ გონებით გააზრებულად მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებამ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ესეთი შეხვედრები, შეიძლება გასვლებიც მოხდეს საზღვარგარეთ, იმიტომ რომ დღეს საქართველო აღმოჩნდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ის პოზიტივი, რაც ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე შექმნა და ჩვენ ეს რამოდენიმეჯერ ვაღიარეთ, სამწუხაროდ დღეს უკვე გადაქცეული არის. ფაქტიურად ნოლის დონეზე არის დაცემული. სამწუხაროდ ჩვენ თავიდან მოგვიწევს ამის ყველაფრის რეანიმირება, საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება და ამ კუთხით ჩვენ ძალიან ბევრი სერიოზული სამუშაო გვექნება გასატარებელი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი და ქალბატონო სალომე. იმ შემთხვევაში თუ თქვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში გეგმის მიხედვით ასეა, რომ თქვენ მალე გახდებით ქვეყნის პირველი პირი, ანუ პრემიერ-მინისტრი. ამ შემთხვევაში როგორი იქნება ქვეყნის მართვის თქვენეული პრიორიტეტები? ჩვენ მე მგონი უნდა ერთი მერე მინდა დავამთავრო ის რაც ვერ დავამთავრე ადრე რა არის განწყობა უცხოეთში, მაგრამ ამასაც გიპასუხებთ, იმიტომ მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. ჩვენ არა ვართ ჩვეულებრივი, ჩვენ ვართ პირველი ტანდემი, იმიტომ მე მგონი პრეზიდენტამდეც კი გამოვაცხადეთ რომ ერთად ტიკეტი იქნებოდა პრეზიდენტის და პრემიერის, მაგრამ ჩვენ არა ვართ ჩვეულებრივი საპრეზიდენტო კანდიდატი და საპრემიერო კანდიდატი. მე მგონი სიახლე იმაში არის სწორედ რომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ შეიცვალოს სისტემა საქართველოში, რომ ჩვენ გადავიდეთ საპარლამენტო წყობაზე ან იმ ტიპის რომელიც იყო პირველი კონსტიტუციის დროს და პირველი რესპუბლიკის დროს ან შეცვლილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო რესპუბლიკა რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ექნება მაშინ თუ იქნა კიდევ პრეზიდენტი ძალიან სიმბოლური როლი და ამდენად ჩვენი არჩეული კანდიდატი საპრეზიდენტო არის დროებითი, არის ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სახეს, თქვენ სახეს, ეს ხართ თქვენ
და ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს ამბიცია და სხვათა შორის დასდო ფიცი, არ აქვს ამბიცია, რომ მერე იპრეზიდენტებს. ასევე მეც არა ვარ პრემიერი, ყოველ შემთხვევაში თუ არ ვიქნები შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩემი პარტია ან ჩემი კოალიცია ეს ვნახოთ როგორი იქნება, მაგრამ დღეს მე ვარ ძალიან დროებითი პრემიერი და ჩემი დანიშნულება იქნება სულ სხვა, იქნება გაგრძელება იმ ფუნქციის, რომელსაც ვასრულებდი ახლა. ძალიან სერიოზული პერიოდი იქნება 6 იანვრიდან შემდეგ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ალბათ გაზაფხულში. და საჭირო არის რომ იმ მომენტში საქართველოს არ დაკარგოს და მოიპოვოს ახალი ნდობა. ქაბატონ სალომე, პარტნიორების. რა მინდა ისეთ კითხოთ, რამდენად მზად არის დღეს ქვეყანა რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეს, ასეთ მოწყობაზე გადავიდეს? ჯერ ჩემი დანიშნულება ხომ დამისვით კითხვა და ალბათ საჭირო არის, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს თქვენ ეთერზე და სანამ არ იქნება ის მედია თავისუფლება, რომელიც არის აუცილებლობა დემოკრატიულ წყობაში, მანამდის ჩვენ ვართ დამოკიდებული თქვენზე და მომეცით საშუალება რომ ბოლომდე ჩემი აზრი განვავრცო და ეს ტანდემი, სხვა ტიპის ტანდემი, მე მგონი ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ აქა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადავიყვანოთ მიშა სააკაშვილის წყობიდან ნორმალურ წყობაში, სადაც ბევრი პრობლემები იქნება, სადაც ყველაფერი იქნება და ვეთანხმები ბატონ იაშვილს, რომ აუცილებელი იქნება, რომ ჩვენ აღვადგინოთ ის სურათი, იმიტომ ეხლა რო ჩავედი ევროპაში, დამხვდა სურათი საქართველოსი სრულიად დანგრეული, დამსხრეული უკვე აღარ არის ის ქვეყანა და თითქმის მზად არიან რომ ხელი აიღონ. აბარა ეს არის ის პოსტსაბჭოთა სივრცე, ეს ძალიან გავს რუსეთს და აბა რა უყოთ ჩვენ. ამიტომ ძალიან დიდი სამუშაო არის საჭირო ამ კუთხით, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ის ყველაფერი, რაც იყო ამ ქვეყნის ორიენტაციები 2003 წლის ნოემბერში, რაც იყო არჩეული ამ ქვეყნის ხალხის მთლიანად, ეს არ იყო სააკაშვილის საკუთრება. ჩვენ ეს ყველაფერი ავირჩიეთ და ეს ყველაფერი უცებ სადღაც გაჩერდა შუაში და წავიდა სულ სხვაგან, წავიდა რუსეთის მიმართულებით, წავიდა სხვა სისტემის მიმართულებით და ეს არის ჩვენი მოვალეობა. ის სამი თვე იქნება გადამტეხი სამი თვე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ყველაფერი, რაც საჭირო არის, ეკონომიური სტაბილურობა, საერთაშორისო ჩვენი ადგილი, ჩვენი პარტნიორების ნდობა. და შეიძლება თუ სასწაული მოხდა და ძალიან კარგად ჩატარდა ეს არჩევნები, კიდევაც რაღაცა მივიღოთ ბუხარესტში ნატოს მხრივ, მაგრამ ის რომ დღეს ჩვენი შანსები ნატოსში არის დასული აი რაღაცა ნოლამდე, ეს არის მადლობა პრეზიდენტს, მადლობა მის საქციელს 7 ნოემბერს, მადლობა იმედის დარბევას, მადლობა მისი განმუხურში უპასუხისმგებლო მოქცევას. ეს ყველაფერი არის ის, რამაც შეაშფოთა დასავლეთი და უკვე აღარ იციან სად არის საქართველო, სად არის ვინ არის სააკაშვილი, საერთოდ ეს არის გაზრდი რაღაცას და უცებ თვალდახელშორის შეიგეცვლება და უცებ რაღაც მონსტრი გამოვიდა. დაახლოებით ეს დაემართა დასავლეთს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე, კიდევ ერთი დასკვნა აქვთ, ძალიან საინტერესო. დასკვნა არის ის, რომ აღარასდროს აღარ უნდა ენდო რომელიმე პერსონას, პიროვნებას, ადამიანს გუნდს. დასავლეთის მოვალეობა და როლი ამ ძალიან რთულ პერიოდში იქნება მხოლოდ და მხოლოდ და მე მგონი ამას მიხვდენ დღეს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორები, რომ უნდა დაეხმარონ საქართველოში ინსტიტუტებს. ეს იქნება სასამართლო, ეს იქნება არჩევნები. გასაგებია ქალბატონო სალომე, კიდევ ერთი შეკითხვა ბატონ ირაკლისთან და კლავდა გიბრუნდებით. ქალბატონ ბურჯანაძეს ექნება ძალიან კარგი შანსი, რომ აჩვენოს მსოფლიოს და ყველა მას ელოდება ამისთვის, აჩვენოს მსოფლიოს, რომ იცის რას ნიშნავს დემოკრატიულობა. მადლობთ და ბატონო გიორგი კიდევ ერთი შეკითხვა თქვენთან, საკონსტიტუციო ცვლილებების დაუბრუნდებით, თქვენც მომხრე ხართ, თუმცა სხვა კუთხით, ამ შემთხვევაში როგორ იქნება თქვენი კანდიდატის ბატონი დავით გამყრელიძის პოზიცია?
დიახ, ჩვენ პროგრამაში პრეამბულაში გვიწერია საკმაოდ დიდი ადგილი გვაქვს დათმობილი სწორედ ამ საკითხისთვის, როგორი უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა შემდგომში. დღეს საკმაოდ, ესე ვთქვათ, აქტიურად მიდის მსჯელობა იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველოს პრეზიდენტის გარეშე გაისმის ესეთ მოწოდებები. მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებს ალბათ საზოგადოებასთან მიმართებაში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენ უნდა შევთავაზოთ აბსოლუტურად რეალისტური, განხორციელებადი მოდელი და აუხსნათ კარგად თუ რომელი მოდელი რის მომტანია. ჩვენ ესე წარმოგვიდგენია იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, თუ საზოგადოებამ მხარი დაგვიჭირა აპრილში და ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საზოგადოება გამოთქვავს სურვილს, რომ აპრილში ჩატარდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ჩვენი მომავალი პრეზიდენტი ბატონი დავით გამყრელიძე დანიშნავს რეფერენდუმს აპრილის საპარლამენტო არჩევნებთან ერთადერთი კითხვით. როგორი პოლიტიკური მოწყობა სურს ჩვენ საზოგადოებას? საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპარლამენტო მონარქია? ჩვენ პირადად ვართ სწორედ საპარლამენტო მონარქიის, კონსტიტუციური მონარქიის მომხრე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ კათოლიკოს პატრიარქის მისი უწმინდესობის ამ იდეას და არა მარტო ვიზიარებთ, არამედ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ერთადერთი მოდელი, რომელიც სტაბილურობას მოუტანს ამ ქვეყანას. ასე რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ საზოგადოების აზრის გამოკითხვა, მხოლოდ პოლიტიკოსებმა, თუნდაც დიდმა, თუნდაც მცირე ჯგუფმა არ უნდა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილებები. დემოკრატიის მთავარი პრინციპი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევეკითხოთ ხალხს, საზოგადოებას და ამისთვის არსებობს კონსტიტუციური გზები, ამისთვის არსებობს რეფერენდუმი, ამისთვის არსებობს აზრის გამოკითხვა და სწორედ ამას თავაზობთ საზოგადოებას. აპრილში გამოვიკითხოთ ეს აზრი და სწორედ იმ მოდელს დაუჭერთ ჩვენ მხარს, რომელსაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად და საზოგადოება ჩათვლის, რომ საქართველოს მომავალი განვითარებისთვის სწორედ ეს მოდელი უნდა იყოს უფრო მისაღები. გარდა ამისა, ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყნის გარეთ, მაგრამ ჩვენ ალბათ გაცილებით მეტი სასაუბრო უნდა გქონდეს და სასაუბრო გვაქვს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში შიგნით. თუ რამდენად დემოკრატიულად ვითარდებოდა ქვეყანა ამ წლების განმავლობაში, რა სიტუაცია მივიღეთ ეკონომიკაში, სწორედ ჩემის აზრით თავარი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული აქეთ. ქვეყანაში შიგნით ვერ მოახერხებთ ჩვენ მდგომარეობის გამოსწორება და სტაბილურობის შექმნა. საზოგადოებრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგზაურობას შეხვედრებს არავნაირი აზრი არ მიეცემა, არანაირი აზრი არ ექნება, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ ქვეყნის შიგნით აგვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი და სამწუხაროდ ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნითაც ძალიან ბევრი რამ თავიდან გვექნება დასაწყისი. ბატონო ირაკლი, და კიდევ ერთი შეკითხვა შეიძლება მოკლედ გვიპასუხოთ, თუ დააკომპლექტეთ უკვე თქვენი მინისტრთა კაბინეტი და ვინ არიან მის წევრები? ჩვენ შეგნებულად არ დავაკომპლექტეთ მინისტრთა კაბინეტი, ერთადერთი თანამდებობა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად იყო სწორედ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და ჩვენ ეს გავაკეთეთ შეგნებულად და დღეს გუშინ და შემდგომ შეხვედრებზე საზოგადოებასთან ჩვენ ამას ვაჟღერებთ ამ იდეას, რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ რაღაც პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა, თუნდაც პარტიების კოალიცია, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად კოალიციაში არიან მრეწველები, ასევე ეროვნული დემოკრატიული პარტია. ჩვენ გვინდა მხოლოდ საზოგადოებასთან კონსულტაციები და საზოგადოებასთან კოალიციაში შევქმნათ მთავრობა. იმიტომ რომ საზოგადოებაში არაპარტიული ძალიან ბევრი სპეციალისტი არსებობს, დარგობრივი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კუთხის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ჩვენ გვინდა რომ მათ მივცეთ ფართო შესაძლებლობები. ერთადერთი კანდიდატურა, რომელიც ჩვენ დავასახელებთ, გაერთიანებული იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ გულისხმობთ გაერთიანებაში პროკურატურის გაერთიანებას იუსტიციის სამინისტროსთან დავასახელებთ მაგალითად შალვა შაგულიძის კანდიდატურა და მიგვაჩნია რომ მასზე ღირსეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, რომელმაც ძირეულად იცის და შიგნიდან იცის პრობლემები რა ხდება პენიტენციალურ სისტემაში, პროკურატურაში, იუსტიციაში, ჩვენ უკეთეს კანდიდატურა ვერ მონახეთ. ჩვენ გავაგზავნებთ კონსულტაციებს საზოგადოებასთან და შევეცდებით რომ სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს შემდგომში მთავრობის დაკომპლექტება. გმადლობთ ბატონ ირაკლი და იგივე კითხვით მე მინდა ქალბატონ სალომეს მიმართო. ქალბატონ სალომე, ერთიანებულ საბჭოში თუ არის უკვე ჩამოყალიბებული ის გუნდი, რომელიც მთავრობაში გუნდი არის, მაგრამ ჯერ არ არის ლაპარაკი ვინ მოვა მთავრობაში, ჯერ არ არის ლაპარაკი იმაზე თუ ვინ წავა მთავრობიდან და მე მგონი რომ ჩვენ არ შეგვცდეს არჩევანი 5 იანვარს, იქნება არჩევანი საქართველოსთვის, იქნება არჩევანი მომავლისთვის, იქნება გადაწყვეტა, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ და ვაძლევთ რამე შანს მიშა სააკაშვილის თუ თვლით რომ იმან დაღუპა საქართველო, მიიყვანა იმ ბოლო უწყლობამდე და დღეს არის საჭირო რომ ჩვენ გამოვიდეთ იქიდან. მერე მოვა დრო მთავრობების, სკამების, სავარძლების და ამ ყველაფრის განაწილების
საპარლამენტო არჩევნებით. ის არის ის რეალური არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს შემდგომ, ვინ უნდა იყოს ამ ქვეყნის მეთაური, როგორ უნდა იყოს ეს ქვეყანა მართული. მე ვეთანხმები, რომ შეიძლება რეფერენდუმი, მაგრამ სხვათა შორის მე მინდა უთხრა უმრავლესობას, რომ ყველაფერზე რეფერენდუმი ყოველწლში არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ეხება იმას, რომ თურმე ახლა კიდე ნატოზეცაც უნდათ რეფერენდუმი, ეს ყველაფერი რომ ხალხს დაუკარგონ მობილიზაცია იმ თავარ კითხვაზე, სააკაშვილი თუ აღარა სააკაშვილი. თუ არა, მაშინ ბარემ კითხონ ხალხს, მურაბა მოგწონთ თუ არა და ასეთი რეფერენდუმიც ჩაატარონ. მე მგონი, რომ 5 იანვრის კითხვა და ეს არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან, იქნება მხოლოდ და მხოლოდ გათავდა მიშას დრო. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე, კურიერის შეკითხვებს სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი-იაშვილი პასუხობდნენ. და კიდევ ერთმა კანდიდატმა გია მაისაშვილმა სხვა სტრატეგია აერჩია და ქუჩაში გავიდა. მომავლის პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრები დიღომში დაიწყო და ჩუღურეთის იტალიურ ეზოებში დაასრულა. კანდიდატის პროგრამა ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა პრიორიტეტები უკვე ცნობილია. ეკონომიკის განვითარება და სოციალური სოლიდარობა მაისაშვილის მთავარი გზავნილია. დილა პრეზიდენტობის კანდიდატმა შტაბში მისვლით დაიწყო. გია მაისაშვილმა 50,000 ხელმოწერის შეგროვებაზე პარტიის წევრებს მითითებები მისცა და ხალხში გავიდა. პირველი გაჩერება დიღმის მასივი. ლიდერთა სკოლის ლიდერს მოსახლეობა ეზოში არ დახვდა. გია მაისაშვილი ხალხთან პირდაპირ სახლში მივიდა. მე გახლავართ გიორგი მაისაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი. შეიძლება რომ მოგცეთ ჩვენი მიმართვა თქვენს მიმართ. მე გახლავართ გიორგი მაისაშვილი, ჩემი გაცნობის შემდეგ ხალხს წინა საარჩევნო მიმართვა და გია მაისაშვილის საარჩევნო პროგრამა გააცნეს. არდაკარ მისვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხონა დაინახონ, ვინ ხარ, რო იმათ ნაირი ხარ, იმათი ფესვიდან მოდიხარ, იმის გულის ტკივილს გზნობ, არა ხელოვნური კი არა ხარ, არამედ ნაწილი ხარ ამათ. მომავლის პარტიის ლიდერს ზოგმა მხოლოდ მიმართვა გამოართვა. ზოგმა კი მხარდაჭერა ხელმოწერითაც დაუდასტურა. მე გაძლევთ თქვენ, მე არ ვიცი არჩევნებში შეიძლება არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს. მივიღოთ მონაწილეობა, ამისთვის დიახ. რაცია სახელი? ლუკა. როგორი ხარ? ჩიკალი. ვაშინგტონში. ლუკა იცნობ ამბიციას? ტელევიზორში არ ყავს ნანახი. ლუკა ეგეთ მოსაწყენ გადაცემებს არ უყურებს. დიღმის მასივის შემდეგ დიდუბე ჩუღურეთის იტალიური ეზოების ჯერი დადგა. პრეზიდენტობის კანდიდატი ყველგან თითქმის ერთი და იგივე პრეტენზიებსა და სურვილებს ისმენდა. მე მინდა რომ პენსია დანიშნონ ავამტყოფები, ბევრი ავამტყოფები არიან. ხო და თან კიდე დახმარებები იყოს. სააკაშვილის ბავშვი ჯობია. სიმაღლე და ადამიანობით. ყველაზე მეტი ადამიანი დაახლოებით 20-30 კაცი პრეზიდენტობის კანდიდატს მარჯანიშვილის მეტროსთან შეხვდა. აი ახლა და ვატარო. მომეჩი ახლა. მომე მიკროფონი. ხალხო. მომიდოცა ჩემი მოჩიაშვილის კეთილი პრეზიდენტობა იყო. ჩემი ახალგაზრდობისა ცხენი არ ეწყინოს. გია მაისაშვილს წინა საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოუქვეყნებია. მისი ძირითადი პრიორიტეტები მაინც ცნობილია. ეკონომიკა დაუბრუნოთ საქართველოს დიდება ამ ლოზუნგით პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გია შერვაშიძემ საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო. შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მთავარი ამოცანა საქართველოში კონფლიქტების მოგვარება და დე-ფაქტო მთავრობებთან დიალოგის აღდგენა იქნება. გია შერვაშიძეს პოლიტიკური გაერთიანება 4 პოლიტიკური პარტიას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. დავდგები იმ ადგილებში, ვისაც უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ პოლიტიკური მუშაობის, პოლიტიკური ბატალიების. მე ვიცი რომ მე ახალი ვარ ამ მარათონში ესე ვთქვათ, მაგრამ გარკვეულწილად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეც მაქვს რაღაც ჩემეული ხედვები და ეს ხედვები საკმაოდ კარგად ფასდება სხვების ნალაპარაკებიდან გამომდინარე, ალბათ რაღაც შანსები მაქვს. ექსპერიმენტული არჩევნები მოსკოვში ქართულმა სათვისტომომ გამოკითხვა არჩევნების ფორმით ჩაატარა. მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სპეციალური ყუთიც დაიდგა, სადაც 300-მდე ქართველმა თავისი პოზიცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოხატა, თუმცა ბიულეტენი სრულყოფილი არ იყო და მასში მხოლოდ პრეზიდენტობის 4 კანდიდატი ფიგურირებდა. მოსკოვში ქართველთა სათვისტომამ წინა საარჩევნო რეპეტიცია გაიარა. ამომრჩეველი მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის მრევლი იყო. მათ არჩევანი 4 კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს, დავით გამყრელიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის უნდა გაეკეთებინათ.
გამოვიდა რომ მთლიანად მიღებული მონაწილეების 73%-მა ხელი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას. შემდეგ მოდიოდა 15%-ით ლევან გაჩეჩილაძე, 5% იყო საკებადონი დავით გამყრელიცე და 1.5% იყო მოდონი შალვა ნათელაშვილი. ეს ალბათ რაღაცნაირად გამოხატავს ქართული დიასპორის ალბათ დიდი გარკვეული ნაწილის განწყობილებას. ექსპერიმენტულ არჩევნებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ქართველმა მიიღო. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს არ მეწო. რატომ? ასეთი აზრი მაქვს, რომ უკეთესი მთავრობა რომ მოვიდეს, უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მიიღებთ მიიღებს. გაუმარჯოს სააკაშვილს. რატო სააკაშვილი? ვიტომ რა ღირსია მაგი. გარჯენი არის შეიძლება. რითი მოხდა? რითი მოხდა 15 წელიწადი დაანგრია საქართველოს ზავარნაძე და ახლა გინდა 2 წელს რა შემო. გაიმარჯოს თქვენი აზრი. გაუმარჯოს. ღმერთმა მაგას და მაგის ოჯახს და მაგის ამხანაგებს ყველას. კენჭისყრაში მონაწილეობა ნებაყოფლობით იყო. მოსკოვში მცხოვრებმა ქართველების დიდმა ნაწილმა დღეს შეიტყო, რომ 5 იანვარს საარჩევნო უბნები რუსეთშიც გაიხსნება. რაც კარგია, იმაზე ვფიქრობ, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს და ჩვენ ვიყოთ დადაცმურად რუსებთან. თუკი მომკალი და ამას ვიტყვი და ვიტყვი სულ. თუკი სააკაშვილი იყოს, თუკი ყაღარაშვილი იყოს და თუკი ვინმე, ოღონდ ჩვენ ვიყოთ ძმურად, მეგობრულად და მშვიდებიანად. მე ამას ვთქვი, 65 წლის კალი ვარ აფხაზეთიდან. ძალიან მინდა ჩემ სამშობლოში დაბრუნება. საქართველოს საელჩო უკვე არჩევს ადგილებს, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნება. უბნების ზუსტ რაოდენობა საელჩო თბილისთან შეთანხმებით განსაზღვრავს. საპრეზიდენტო არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი უახლეს პერიოდის პოლიტიკური მოვლენების ობიექტური გაშუქებისთვის მედია საბჭო ქართულ მედიას 12 პუნქტიანი წინადადებებით მიმართავს. მედია საბჭოში მიიჩნევა, რომ ეს დოკუმენტი პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და მოსახლეობის ნორმალურ ინფორმირებას უზრუნველყოფს. რამდენიმე პუნქტი დღეს მიღებული დოკუმენტიდან. საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ობიექტური კრიტერიუმით შერჩეულ ძირითად მონაწილეს პრეზიდენტობის კანდიდატს ან მის წარმომადგენელს უნდა დაეთმოს თანაბარი საეთერო დრო ახალი ამბების ან პოლიტიკური დებატების ფარგლებში. წინა საარჩევნო პერიოდში ყველა მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ხელისუფლების მიერ უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული იმ მასალების ტირაჟირებისგან, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატის თუ მათი წარმომადგენლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. ყველა მაუწყებელმა ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ბრალდებების, ფაქტების, ჭორების ტირაჟირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ინფორმაცია ხელს უწყობს ძალადობის მასობრივი არეულობის პროვოცირებას ან ძალადობის და არეულობისკენ წაქეზებას. კანდიდატის თუ მისი საარჩევნო გუნდის მიმართ წაყენებული პირდაპირ თუ ირიბი ბრალდებებით ტელევიზიით გავრცელების შემთხვევაში ბრალდების ადრესაც მიეცეს პასუხის გაცემის საშუალება იმავე მაუწყებლის მეშვეობით, როგორც წესი იმავე გადაცემაში. სადისკუსიო პროგრამების თოქ-შოუს ორგანიზებისას აუდიტორიის მოწვევის შემთხვევაში უნდა მიიღონ ზომები მონაწილეთა დაბალანსებული შერჩევისთვის. საზოგადოებრივი აზრი, სოციოლოგიური კვლევის, მათ შორის exit polls გაშუქება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული მეცნიერულად სანდო მეთოდოლოგიით გამჭვირვალეთ დამკვეთის და დაფინანსების წყაროს ჩვენებით. აუცილებელია კვლევის შედეგის საექსპერტო განხილვა პლურალისტური დისკუსიის ორგანიზებით. ეს არის 12 რეკომენდაცია, ისევ იმერეფერსაც არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ეს ძირითადად არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს დაბალანსებული საინფორმაციო გადაცემები, რეპორტაჟები იქნება ეს სხვა სახის საინფორმაციო გადაცემა. მედია საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ შეკითხვებს რამდენიმე წუთში ჟურნალისტი ეკა კვესტაძე უპასუხებს. მანამდე კი ჩვენ ფილარმონიაში გადავიდეთ, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს კონცერტი სახელწოდებით სხვა საქართველოს სად არის. კონცერტის ორგანიზატორი არის ბუბა კიკაბიძე, სწორედ ის მას ვინძლობს დღეს შემსრულებლებს. კონცერტზე დღეს სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილიც. ნატო მახვილაძეს ვთავთ ფილარმონიიდან პირდაპირ ეთერში. ნატო რა ხდება ამ დროის ფილარმონიაში? სწორედ ამ წუთებში დასრულდა ეს კონცერტი სახელწოდებით სხვა საქართველოს სად არის. ეს კონცერტი იყო ორგანიზებული ბუბა კიკაბიძის მიერ. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, აქ არანაირი პოლიტიკა არ იქნებოდა დღეს და უბრალოდ მას სურდა, რომ ამ წინა საარჩევნო პერიპეტიებში საკუთარი აზრი სიმღერით დაეფიქსირებინა.
მინდა მე თქვენთან ერთად ვიჭექი აქ საღამოს და რა თქმა უნდა ამ დარბაზში ძალიან ცივა. ყველაზე მეტი ხوارებ ნანკა კალატოზიშვილს მე არ ვიცი. მართლა ხელოვნებო მოითხოვს დიდ ხوارებს ეთყობა. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დროებითი. ამ დღეებში ფილარმონია იკეტება გენერალურ რემონტზე, ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება და ინიციატივა და ზუსტად 8 თვეში რემონტის დაწყებიდან, გენერალურ განახლების დაწყებიდან 2008 წლის შემოდგომაზე ჩვენ გვექნება ისეთი საკონცერტო დარბაზი და ამას არაფერს არ ვაზვიადებ. თავისი გათხოვით, კონდიციონერებით, აკუსტიკით, სცენით, განათებით, ყველა სხვა მონაცემებით, როგორც არ არის დღეს არც ნიუ-იორკს, არც ლონდონს, არც ბერლინს, იმიტომ რომ მე ყველაფერი კარგი მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქისთვის. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ გარედან ფილარმონიის მთელი ეს შუშა იქნება ერთი დიდი ეკრანი, ყველაზე საუკეთესო ტექნოლოგიის ეკრანი ჩამოგვაქვს, ესეც ძვირი ჯდება, მაგრამ ეს იქნება ისეთი ეკრანი, როგორც არ დგას ლონდონში, არის ვიწყობილად თავარი პიკადილის მოედანი, სადაც არის ეს თელი ეკრანები, არ არის ამ ხარისხის ეკრანი ჯერ არც ნიუ-იორკში ტაიმს სკვერზე. აქეთ იქნება ეკრანი, მეორე მხრიდან კეთდება ყველაფერი და მე მინდა რომ ყველა უცხოელი ჩვენ ამეთ ყოველდღე ვისიამოვნებთ, მაგრამ ყველა უცხოელი, რომელსაც მოუყვეს საქართველოზე 1000 გვარის უნამუსობა და საზიზღრობები ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა. ჩამოვიდეს ერთი ცალი თვალით შეხედოს აი ამ მოედანს, ამ ფილარმონიას და რაც თავარია ჩვენ ხალხს და თქვას ეს რა მაგარი ქვეყანა ყოფილა, სხვა საქართველოს სად არის? მე დღეს მე ვიცით რომ საარჩევნო კამპანიაში ვარ, მაგრამ უარი ვერ თქვი ჩემი მეგობრების მოწვევას და ბუბა კიკაბიძის მოწვევას, იმიტომ რომ მართლაც ეს არა მხოლოდ საქართველოს სიამაყეა ეს ხალხი და ბუბა პირველ რიგში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება ასაკით არ არის ძალიან შორს წასული, მაგრამ სახელით და გამოცდილებით ნამდვილად ყველას აღვემატება და აღემატება. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მე მახსოვს ჩემი გამოცდილება და მე ისიც მახსოვს რამდენჯერ ყოფილვარ მე პირადად კრიტიკის ობიექტი. როცა თავის დროზე 1-2-ჯერ წამომცდა. რომ ძალიან მომწონს როგორ მღერის ლელა წურწუმია, მომწონს ნატო გელაშვილის სიმღერები და ეგრევე სხვადასხვა არხებზე ჩამოსხდნენ ჩვენი საზოგადოების ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები და ერთხმად დამგვეს და თქვეს, ნახეთ როგორი მდაბიო გემოვნება ქონია სააკაშვილს. ეს ვის გადავეკიდათ? როგორ შეიძლება წურწუმიას და გელაშვილის და სხვების ამათი მოწონება. მაგრამ მე ისიც კარგად მახსოვს, რომ როდესაც ჩვენ მე ვსწავლობდი კიევის უნივერსიტეტში და მაშინ სულგმულობდი მართლა მერაბ სეფაშვილის სიმღერებით. თეთრი რაში არ დაიდგავს უნაგერს. და რა საღამოც არ უნდა გქონოდათ, რა კამპანიაში არ უნდა ყოფილიყავით. ნუ ხა სტუდენტები ვიყავით ხო კიევში, კარგი დრო იყო. რა მიზნებიც არ უნდა გქონოდა იმ საღამოზე. მერაბ სეფაშვილის სიმღერის გარეშე არაფერს სხვა არ გვაინტერესდა. ჯერ ყველა მოისმენდა სეფაშვილს, ეს იყო ტესტი რომ მოეწონებოდა სეფაშვილი უკრაინელ ჩვენ მეგობრებს და მე გადავდიოდი სხვა საქმეებზე. იმიტომ რომ ეს იყო განსაკუთრებული გზნობა იმისა, რომ განსაკუთრებული ქვეყნის შვილი ვარ. განსაკუთრებული გზნობა იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი სხვანაირი გვაქვს. ჰაერიც, ღვინოც, როგორც ბუბამ თქვა, ზღვაც, მომღერლებიც, მუსიკაც, ყველაფერი ჩვენ გვაქვს სხვანაირი. ყველაფერი ჩვენ გვაქვს უკეთესი. ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ. და დღესაც ეს სიმღერები სხვა შორის. ყველაზე უშორეულ უკრაინულ სოფელში, რუსულ ქალაქებში, ყაზახეთში, ყველგან გაიგონებთ. და მე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რა როგორც მოვყევი რომ როცა გმობდნენ ჩვენი თანამედროვე ესტრადის სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის მათი და თაყვანისცემისთვის. მე მახსოვს როცა ბუბა კიკაბიძე ღეროდა, ესეც იწოდა საშინელ გაღიზიანებას. იმიტომ რომ იყო საბჭოთა კავშირი იყო. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო ტიხონ ხრენიკოვი. იყო რომელიც წერდა სიმფონიებს ლენინზე. იქ იყო გრადაცია. დამსახურებული არტისტი, რაღაცა სახის არტისტი, მერე დამსახურებული არტისტი, მერე სახალხო არტისტი რესპუბლიკის, მერე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. ბუბა კიკაბიძე დიდხანს არ ჯდებოდა არცეთ ამ კატეგორიაში. და მე მესმის კარგად, რომ მე ჩვენ როცა ყველანი უსმენდით ბუბას და გვიყვარდა, ხმამაღლა ამის გამოთქმა იყო მაშინაც ცუდი ტონი. აი იმავე იმ წრეში ხალხში, რომელიც დღეს
ამ სხვა თემებზე გვაკრიტიკებს. ბუბა კიკაბიძე ხო ხმარა, ბუბა კიკაბიძე რა რომელი მსახიობი ეგ არის? მსახიობი ის არის საბჭოთა კავშირის რომელიღაც დამსახურების მსახიობი ბუბა ვინ არის? მაგრამ იმის შემდეგ გავიდა 30 წელი და რამდენიმე ის სახელი რომელიც მაშინ ძალიან ცნობადი იყო მთელი ამ საბჭოთა კავშირის მასშტაბით დღეს არავის აღარ ახსოვს და ბუბა კიკაბიძე აი თითქოს ხო ევროკავშირში შევიდა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და გუშინ წინ ყავდა ლიტვის პრეზიდენტი და დაუკარი გამარჯობა აფხაზეთო ჩემო და მას ახდა ლიტვის დიდი დელეგაცია თან ეს კლიპი არასოდეს არ უნახავთ და პირველი რომ დაინახეს ბუბა კიკაბიძე ოღონდ უკვე ინგლისურად ლაპარაკობენ მაგრამ იქიდან მოვდივართ ყველა და იკითხეს is this really ბუბა ეს ბუბა მათვისაც დღეს რა ევროკავშირში არ უნდა შევიდნენ რა ყველა მეუთხარი yes ბუბა და ბოლოს მოგიყვებით ერთ პატარა ისტორიას რომელიც ასევე ბუბა კიკაბიძეს ეძღვნება ნუ ეხა შემიძლია უკვე წყნარად ვიყო იმიტომ რომ პრეზიდენტების კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დამთავრებულია და ამიტომ კიკაბიძე არ გადაწყვეტს აქედან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაქცევას ეს ძალიან დიდი პრობლემები შემიქრიდა მინდა გულწრფელად გითხრათ ამიტომ შემიძლია მოვყვე მე ვიყავი 2 წელი საბჭოთა არმიაში მსახურობდი და მაშინაც არ ვიყავი თლად მორჩილი ხასიათის და ჩემი არამორჩილი ხასიათი და ჩემი ქართველობა ორივე ერთად ჩემს ოფიცრებს და სერჟანტებს უკიდურესად აღიზიანებდათ. ამიტომ იმ ქართველები ვიწყობილან ჯარში ეს იციან და თუ მით უმეტეს მთელ ოლქში ხარ ერთადერთი ქართველი თუ კი რამე გაღიზიანება იყო საქართველოს მიმართ ქართული სუფრის მიმართ, ქართული სიმღერების მიმართ, ქართული ღვინოების მიმართ, მათ წარმოდგენაში აი იმ ქართველების მიმართ, რომელიც მათ ჩაგრავდნენ. ყველაფერმა გადმოინაცვლა ჩემზე, რიგით სააკაშვილს. და ნუ სულ ხონდა შეტაკებები, ბრძოლა, მეც ბევრს არაფერს არ უთმობდი და მორიგი შეტაკების შემდეგ მიმისაჯეს მორიგი 6 დღის გამასწორებელი სამუშაოები. და ნუ დილის 3 საათზე შეიძლება 4 საათი ქონდა ძილის უფლება. და ქონდა პატარა რადიო, აი ესეთი იყო FM არ იყო მაშინ, SV რადიოები, მოკლედ საშუალო ტალღების და ეს რადიო ქონდა დამალული ხან ჩექმაში, ხან ბალიშის ქვეშ, იმიტომ რომ აკრძალული იყო, არ შეიძლებოდა ჯარში. და აი ესეთი რომ მოვედი ამ ძალიან გაბრაზებული და ცხოვრებაც აღარ მინდა, ძალიან გამწყარებული ვარ ესე მეკცევია. და ჩავრთე ეს რადიო, ამოვიდე ყურსქვეშ და უნგრეთის რადიო. იმიტომ რომ ეს იყო უნგრეთის საზღვარი ჩოპი. გადმოცემდა ბუბა კიკაბიძის სიმღერას. თბილისი. გარეთ არის -30 გრადუსი. ყველაფერი ცხოვრება საშინელება იმ წუთში. და უცებ არის ბუბას თბილი ხმა. ჩემ ბალიშსა და ჩემ ყურს შორის. და იცით რა იყო? ეს იყო ეს მომენტი, როცა ყველა სიძნელე მომეხსნა. როცა მივხვდი რომ აი ეს ყველაფერი, ეს ბოროტი ხალხი გარშემო, ეს აგრესია, ეს გამწარება, ეს ჩაგვრა, ეს ტყუილები, ეს ცილისწამება, რაც იქ იყო ყველაფერი ძალიან ფართო წარმოდგენილი. ეს ყველაფერი არის დროებით და ეს ყველაფერი გაქრება როგორც ცუდი სიზმარი. და ჩემი სამშობლო არის სხვაგან. ჩემი სამშობლო არის თბილი. ჩემი სამშობლო არის მშვენიერი. ჩემი სამშობლო არის განსაკუთრებული. ჩემი სამშობლო არის ის ერთადერთი რამ, რისთვისაც ღირს ცხოვრება. და მე მინდა ამდენი წლის შემდეგ და არასდროს არ მithქოს ეს ბუბასთვის. მადლობა უთხრა ამ განცდისთვის, იმიტომ რომ ამის არც მოგონება შეიძლება, არც დავიწყება შეიძლება და არაფრით ამის გადაფარო მე აღარ ხდება. დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის. ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონი მიშეხა ჩვენთან მუშაობს 40 წლის განმავლობაში ალბათ. მაინც უნდა ალბათ მე ახლა ცოტა პოლიტიკური კაცი ვარ, მაგრამ გვახსოვთ ეს ერთი რამე, ეს დღევანდელი საღამო გადაიცემა ტელევიზიით, ხვალ მე მგონი 3 არხი აჩვენებს.
ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ვალდებულები ვართ მოვუაროთ ჩვენ ქვეყანას ყველა. ვის რა აზრი არ უნდა კონდეს, ერთმანეთს უნდა გვიყვარდეს, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები, ჩვენი დღე, ჩვენი მდინარე, ჩვენი დროშა და ის ვინც მოვა ალბათ სათავეში. ღმერთმა ქნას გაუმარჯოს იმ კაცს, ვინც მოვა. იცოცხლეთ და იხარეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. ბუბა კიკაბიძის მიერ ორგანიზებული საღამო უკვე დასრულდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონია უკვე დატოვა. დიდი მადლობა, ეს იყო ნატო მახულაძე, რომელმაც ფილარმონიაში გამართული კონცერტის პოლიტიკურ ნაწილზე ისაუბრა, რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, ამის შესახებ კურიერის ბოლოს. და ჩვენ საუბრობდებით მედია საბჭოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას და ახლა კურიერის შეკითხვებს ჟურნალისტი ეკა კვესტაძე უპასუხებს. ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ზალიკო. ეკა რატომ გახდა აუცილებელი რომ დღეს მედია საბჭოს ასეთი მიმართვა მიეღო და რეკომენდაციები მიეღო მედიისთვის? მე დავაზუსტებ, რომ ეს არ არის მხოლოდ მედია საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ერთობლივად მიიღო როგორც მედია საბჭომ, ასე ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა და ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ 5 იანვრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ქვეყნისთვის, რომელზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნის იმიჯი მომავალში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეფასდება ეს არჩევნები როგორ იმუშავებს. ანუ ამ არჩევნებს რომ მქონდეს კარგი შეფასება დასავლეთის მხრიდან, რომ ის შედეგები ჩაითვალოს ლეგიტიმურად მედიამ, ქართულმა მედიამ უნდა იმუშაოს გამართულად და ამისათვის თითოეულმა ჟურნალისტმა, მედიის საინფორმაციო სამსახურების უფროსმა უნდა აიღონ თავის თავზე პასუხისგებლობა და ძალიან კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ დღეს მათ შევთავაზეთ და იმედი მაქვს, რომ სხვა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ამ რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ განვიხილავთ შაბათს დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება კორტიერ მარიოტში და ეს იქნება საკმაოდ დიდი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც და მე უბრალოდ რომ დაუკავშიროთ წინა, არ ვიცი, სიუჟეტი ალბათ არ იყო წინა ჩართვას, მინდა ვთქვა, რომ თუ საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ ამდენ დროს დაუთმობთ მიხეილ სააკაშვილს ამ რეკომენდაციების მიხედვით ვალდებულები იქნებით, რომ ერთი კვირის განმავლობაში ყველა ობიექტური კრიტერიუმით შერჩეულ კანდიდატს დაუთმოთ იგივე დრო საინფორმაციო გამოშვებებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ყველა კანდიდატს და აქვე მე განმარტავ, რას ნიშნავს ობიექტური კრიტერიუმით შერჩეული კანდიდატი, ეს არის კვალიფიციური კანდიდატი, ანუ ისინი, რომელთა პარტიამაც გადალახა წინა არჩევნების დროს 4%-იანი ბარიერი და მათ ემატებიან ის კანდიდატებიც, რომლებიც გამოკითხვების მიხედვით არიან კონკურენტ უნარიანები, ასეთად ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ბადრი პატარკაციშვილი. ანუ ეს ამ რეკომენდაციის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველა კანდიდატს, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს კონდეს თანაბარი საეთერო დრო დათმებული, როგორც ახალ ამბებში, ასევე პოლიტიკური დებატების ფარგლებში. გარდა ამისა, მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, თქვენ აღნიშნეთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია ჩადებული ამ რეკომენდაციებში, ეს არის რეკომენდაცია, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ყველა მაუწყებელმა თავი შეიკავოს იმ ბრალდებების ტირაჟირებისგან, რომელიც წარმოადგენა საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რომელთა შორითაც არიან დღეს წარმოდგენილი ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, ასევე სხვა ოპოზიციური კანდიდატების გუნდის წევრები. და მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ ინიციატივას გამოეხმაურებიან. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა განხორციელდეს კონტროლი, თუ არსებობს რაიმე მექანიზმი და ბერკეტი? ამაზე მინდოდა ეხლა საუბარი, ძალიან კარგი იქნება თუ ამ ინიციატივას გამოეხმაურებიან ტელეკომპანიის ხელმძღვანელები, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უნდა იმოქმედონ მათმა ჟურნალისტებმა წინა საარჩევნო პერიოდში და როგორ უნდა შეასრულონ პროფესიული სტანდარტები და ძალიან კარგი იქნება თუ შეიქმნება საბჭო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული, შესაძლოა ამაში შევიდნენ ასევე უცხოელი ჟურნალისტებიც, რადგან ობიექტურობა იყოს უზრუნველყოფილი ამ საბჭოსი და შემდეგ საბჭომ
მონიტორინგი გაუწიოს სწორედ ამ რეკომენდაციების მიხედვით რამდენად ობიექტურად დაბალანსებულად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს. ეკა თუ არ იქნება დაბალანსებული გარკვეული არხის პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში, ამ შემთხვევაში რა მოხდება? იქნება თუ არა ამის სანქციები კონკრეტული მედია საშუალების მიმართ? იცით რა არის, ამაზე მე არ შემიძლია ხა კვალიფიციური პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ ამაზე არ გვიმსჯელია, შემდგომ ეტაპებზე შეიძლება რა თქმა უნდა ამაზეც მსჯელობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორც შეიძლება ზემოქმედება მოხდეს მედია საშუალებაზე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ეს, მოდი დავარქვათ ეს ეთიკის კოდექსის რომელიმე მუხლი არ იქნება შესრულებული, პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას საბჭო და სწორედ ამ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს რა იქნება ერთგვარი დამსჯელი ღონისძიებები, რა თქმა უნდა ესეთი ჭალებში ვხმარობ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პუნქტი არ იქნება შესრულებული. კარგი იქნება თუ შეიქმნება ერთიანი საბჭო ყველა ტელევიზიებისთვის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისევე როგორც საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელს, რომ აღდგება ტელეკომპანია იმედი, მაგრამ აღდგება როგორც ობიექტური, დაბალანსებული და მიუკერძოებელი არხი და მე იმედი მაქვს, რომ ამ რეკომენდაციებს გამოეხმაურებიან იმედის ტელეკომპანიის წარმომადგენლები და შეიძლება დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ შეიქმნას მართლაც ერთიანი საბჭო, რომელიც ყველა ტელეკომპანიის მუშაობას გაუწევს მონიტორინგს. დიდი მადლობა ეკა, გადაცემაში მონაწილეობისთვის. კურიერის შეკითხვა ჟურნალისტი ეკა კვესტაძე პასუხობდა. არჩევნებზე მისულ მოსახლეობას ბიულეტენში ორ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, როდის უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და სურს თუ არა რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს. ანალოგიური შინაარსის გამოკითხვა საქართველოში 2 წლის წინ ჩატარდა და მაშინ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მოსახლეობის 83%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება პლებისციტ ბუქარესტის სამიტის წინ, ეს უკვე კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება დასავლეთისთვის. გიორგი კეპულაძე განაგრძობს თემას. პლებისციტში კითხვის დამატების შესახებ საზოგადოებამ შეიტყო ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც სახელმწიფო კანცელრის პრესამსახურის უფროსმა გააკეთა განცხადება, რომ დაემატება ერთი შეკითხვა და საქართველოს მოსახლეობამ 5 იანვარს უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა, შესაბამისად 5 იანვარს არჩევნებზე მისულ ადამიანს 3 კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ამის დამტკიცება ქართველებს უკვე 5 იანვარს პლებისციტზე მოუწევთ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროსთან ერთად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ჩვენი სურვილი იყო, რომ მიგვიღო უფრო მყარი მანდატი შემდგომი ევროინტეგრაციის კურსის გაძლიერებისათვის, რაც საშუალებას მოგცემს პირველ რიგში ყველანაირი საფუძველი მოусპოთ იმ ძალებს, რომლებიც ამ იდეას და ქართველი ხალხის მხარდაჭერას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს იქნება კიდევ ერთი გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ ამ პროცესებს არ აქვს შეუქცევადობა და ეს პროცესი გაგრძელდება ისევ იგივე რეჟიმით, როგორცაც აქამდე ჩვენი ქვეყანა ახორციელებდა. ფრაქცია ჩვენი საქართველოსთვის ლიდერი ოფიციალური განცხადებებით მხარს ნატოში გაწევრიანებას უჭერს, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ლიდერს ამ საკითხის პლებისციტზე გამოტანა უდროო ჰგონია. თუ უნდა ხელისუფლებას ნატოში კითხვა კი არ უნდა დასვას. ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს მათი კომპეტენცია, არავითარი რეფერენდუმები და